ტაქსი. Qaltucha. Kompoti. Ახლავე. ლაშა. დახოს ვიმალები აქ გავალგებთ. ლაშა. თამალე გასადმენა, თამალე დაგტო. თამარს ვემალებით, ჰა? მიდი რა. ბახო, მანდარა. აი ეგ გარეთ დაელო. გარეთ გადიდე დაიმალე, მიდი. ჩუ. გარი ხარ. მამა. ჩხუბები რა. ჩუმად თამარ, ჩუმად ურთულესი ოპერაციაა და ვცდილობთ ფეხი შეუნარჩუნოთ მაგიდას. რა? კიდე მოტყდა? არა, იღრძო. ხო ხედავ რა, ლაშა, რომ არაფერი არ გიძლებს, ყველაფერს ტეხავ. ხო ხედავ, აი ფეხი მოტეხე ახლა. მე რა შუაში, თქვენი ბრალია, თქვენი. ვეძე, მე ჩვენ რა შუაში ვარ. თქვენი ბრალია. რა შუაში ხარ, ვახო და რო დარბი ხარ და დაძლებთ ერთმანეთს და თამაშობთ ამ დაჭერობანას ამ მაგიდის გარშემო. გაიტყობა, გაიგო ამ მაგიდამ თქვენი ხმა და შეეშინდა, ხო? შეეშინდა გაქცევა დააპირე და უხერხულა წაიქცე. და აი ფეხი წესი ასე მდგომარეობაში. ფანტაზია კარგი გვაქვს. დილა როგორ ხარ, კამბრი ვახ. ლაშიკო, აი, გამომართი. ხო. ეხკეთევან. უნდა გამაგრდე. ძალიან რთული მოტეხილობა იყო და აი მე რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ქეთინო რა, ძველი მაგიდა მოტყდა ფეხი და უნდა გადააგდო. რა? ჰოი უსამართლობა. რა? ჰოი უსამართლობა. შენ რო ფეხი მოიტეხე, ვინმე თქვა შენზე ეგრე? ვადა შორის მართალს გეუბნებათ თამარი. გატყდა გადააგდეთ რა ეს მაგიდა იყიდეთ ახალი. მოვისმინეთ ახლა მე მართალია ახალი მაგიდა ვიყიდოთ. დღესვე წავალთ მე, ვახო და თამარი და ავარჩევთ. ჩვენ რატო? წამოდით, რა ვიცი, არჩიეთ, მაინც თქვენ ირბეთ მის გარშემო და იმით. ქეთო არ მომწონხარ? კარგის ხარტულა იყო, კარგის ხარტულა. მაგარი ხო, კარგი, წავიდეთ. ვიყიდოთ, მაგრამ შენ წამოდი ლაშა. შენ წამოდი, მაინც ახლა ის მაგიდა ამოსატანი იქნება მე. აჰა. არ მომწონხარ ვახო. ბიჭებო, გეხვეწებით ახლა მომისმინეთ რა გემუდარებით ახლა აღარ ვიხუმროთ, დღესვე წავიდეთ, თქვენ წამოდით. ახლა ჩვენ ეს ორი სიფრიფანა გოგო ვართ და მაგიდას ვერ მოვერევით და ვერ ამოვიტანთ და თქვენ წამოდით, ხო ლაშა, ხო ვახუხულ, ხო? კი, მე წამოვალ და გამყიდულს ბოდიშ მოუხდი. ბორდის რატომ? აბა თამარი რომ მივა ხო გალანძღავს და უხერხულია. კარგი ახლა რა სხუნობა და სულ ესეთი რაღაცა ცანცა. თამრი, საწავიდა თამარი. საწავიდა. თამრი. დაიბალა ხო? მიდი ვახო, მიდი. უგასავაგინცუნ. ვა, პით. ვა, როგორ ხარ? კარგად, გაუმორჯოს. როგორ ხარ? რა ვიცი. ვა, რა, არა მიშობს. რა ხდება ირაკლი, არ მუშაობ დღეს თუ რა არის? აღარ მუშაობ. ო, აბა, სოფელში ხალხი აღარ დაჩარა, სამინისტრო რაღაც უნდა თაბა, არა. კაი ხასიათზე ხარ დღეს, ხო, ხუმრობის ხასიათზე ხარ, კარგია. არა, სამინისტრო დარჩა, მე გამომიშვეს. გამოგიშვეს? ხო. ესე იგი უმუშევარი ხარ?
ო, ასე გამოდის. კარგი, კაცო, კარგი, ნუ გადაყვები ამ ამბავს. არაფერი ისეთი არ მომხდარა. გამოჩნდება რამე და დავიწყებ მუშაობას, ცოტა ხანი დავისვენებ, დასმართ. ხო, მაგრამ ირაკლი, სანამ მუშაობას დაიწყებ, ეხლა ეგრე ხო არ იქნება ის რაღაცა ხო სანამ გამოჩნდება რა. მოიფიქროთ რამე, კაცო, დაგეხმარები მე რა. ეს რა მითხარი? რას დამეხმარები? რას დამეხმარები? ამ ხელა პროფესორმა კაცმა ბარში დავიწყო მუშაობა? არა, ირაკლი, მაგას როგორ გაკადრებ, ირაკლი, ბარში ვინგეუნება? მოდი ბენჩი დაუკარი ჩემთან, რიდ გიტარაზე. ძალიან მაგარია, ძალიან ადვილია და გასწავლი მაგარია. წარმოგიდგინე მე. სამ დაუკრა? ბენჩი. რაღაც ბენჩი რა თეთრი თაგვირო გაქვს, ბენდი იქ დაუკრა. ვერ აღარ შენ რა. მიწვენი მომიტანიშ. კარგი, მე კი მოგიტან წვენს, მაგრამ მოვიფიქრებთ არა, მაინც ირა, აკა ხარ? ხო. აბა სადნა იყო სამსახურში ენარაგა და საქმე. დიახაც, ჯერჯერობით უმშევარი ვარ, ხო და დავისველებ. აი ესე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვიქნები აქ. აბა რა გავაკეთო? ბათუმში წადი. მე ვიდ. ზედვეთ ვიდ. მე მინდა ბათუმში. კარგი იყო 5 წელი რომ მე მეუნებოდი ბათუმში წადი საქმეზე არ აგეცა. ეხლა ჩემი ჯერია. მიდი, გაიხარე, მიდი, გაშალებ-თები, მიდი შენი დრო მოვიდა. გავიხარო რა. პრინციპში ესე იგი მართაც ამბობენ რომ სოფლის მეურნეობაში წინსვლა არისო. აი შეც მოხსნეს უკვე. ვაიმე, სანამ ეხლა ის რა ქვია დამეგლიჯა ეს ფსევდო უნიტარული ნეირონები და გადამივიდა ფსიქონევროში და სანამ ქშმუთე რაღაცა მე წავედა. არ მინდა შენი წვენი. არ მინდა ძვირია მე რომ დამულოდან რა აქამდე სულს. მოდი აქ მე ავიღებ მაგწვენს, მოდი დადია. როგორ ახ? კარგი, შეიძლება. რა ვიცი, გაიგე ირაკლზე. რა დღეში? აბა მითხარი რა ხდება რაღაცას დამირეკე რა გი? რა ხდება? არაფერი გირეკავ, თელი დღე გირეკავ. თელი დღე და ტელეფონიკა გათშული, რატომ გაგა? გათშული მაქვს, იმიტომ რომ სამსახურიდან მირეკავენ და მე ჯერ საქმეები მაქვს სამსახურში მივარ. ახლა გამომდინარე არ ვიღებ ტელეფონს, აბა მითხარი რა შეასაქმე. რაშია და ის მაინტერესებდა. რა? ფიტნეს კლუბში შენთან პირობები. კუნთები მოგინდა, თუმცა მოდი მე ჩემთან რა პრობლემაა? მოვიდი ხო? ხო, ჩემთან არ არის პრობლემა. ძალიან კარგი ძმა ხარ და თუ ძმა ხარ. კარგი. ვა, დათო, როგორ ხარ? ვა, ჯიბო, ჩანე ხარ და. რა ხდება რა? არაფერი, ჩემი მეგობარი რა. ხო გაგაცანი მე შენ ჯიბო დაგავიწდა? ჯიბო ჯაბა. ვერგისანი მოდი მე ვიფიქრე. კარგი, გასაგებია. დაგზავნა ჯიბო. მადლ. როგორ ხარ? კარგი, როგორ ხარ? აბა ხა მითხარი რა შესაქმე, იმიტომ რომ შენი გულში სამსახურში არ წავედე, რო დამირეკე პირდაპირ შენთან მოვედი. ო, გუში მინდოდა შენ ნახო, მაგრამ ბათუმში ვიყავი. დღე ამდილი ჩამოვედი. და რა ხდება მე ბათუმში, აბა მითხარი რა ამბებია? რა, შენდება. ისია შეცვლილი ბათუმი რომ ვერ იცნობ. გახსოვს აი ადრე სახაჭაპურის გახსნა რო გვინდოდა? შენ რო თქვი ცუდი ადგილია არ იმუშავებს. ხო. და დონალდ ტრამპმა იყიდა ეხა ის ადგილი სათამბრიჩას აშენდა. მაგიტო ჩამოხვედი? არა, მაგიტო არა ისა. ცოლი მომყავს. რა? ცოლი მომყავს. მართლა? ხო. როდის? შაბათს. ნუდი მომიტანე შენ. მოგიტან მაგრამ რა გინდა შენ? მოდი. შაბათს მოკოცოლი, ვა, რა მაგარია, ეს მე მოდივარ, ხო? მოდი ხარ, აბა მეჯვარი ხარ და. რა ვარ? მეჯვარი. მეჯვარი? მე რა გწხვენია, არ გწხვენია. ქორწილში უნდა გავიცნო მე შენი ზაწოლი, ქორწილში შედო, აი ამ საღამოთი გავიდეთ, სადმე დავილაპარაკოთ, იქ მოიყვან და გაგაცნობ ჩემ ცოლს. საღამოთი? ხო. საღამოთი, რა ვქნათ, იცი? მე საღამომდე არ მცალია სამსახურში მიდიო. მოდი რა გაგეთ, იცი? შენ საწოლის მოკიდე ხელი და ჩემთან ამოდი წახში. აუ, შენ ირაკლისთან მერიდება. ირაკლი რაშვეში. მე ჩემი სახლი მაქვს, ვიქირავ.
იქ მოდი. მართლა? კაი, მაშინ თუ იქირო ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. დავა, არ გამოვა. შენ სასურველი ჩემთან ცოტა ხნით ვერ იცხოვრით, იმიტომ რომ პატარა ფართია. კაი, წავედი მე. და შენ ზარს ველოდები იცოდი. ხო, წარ. აბა, მოდი ამ ხელა გზა გამოგვილი აქვს. საჩქარი ხოლმე. კაი, ეხლა. მოიცა ერთით. მოიცა. გამომართი ეს გადავლე თვალი და აი ეს 10%-იანი ფასტაკლების ბარათი ჩემს ფიტნეს კლუბში. მოხვალ სამშაბათს არ დაგავიწყდეს ვიმეორებ სამშაბათს 10 საათიდან 11 საათამდე. კიდევ გაგიმეორებ. 10 საათიდან 11 საათამდე. გავიგე. 10%. გავიგე. რა? 10%-იანი რა. კარგი, არ არის საჭირო. რა შეწუხება, არაფერს. კაი. კაი. ნახვამდის ჯიბო, ნახვამდის. გამომართით რა. წავიღებ ამას. რა არის? თბილია. თბილია? ო, რატომ უმტერი თბილი? უი. მოგზანდით. მე, აი ეს არის ჩემი სახლი. მართლა? ირაკლისთან ახლოს გილოცავ და რა არის? ელისო, დათო არის ჩემი უახლოესი მეგობარი. იცი რა ბიჭია? ო, მაგრამ ნუ მაწითლე ფეხა ძალიან. კაი, ეხა ნუ მოსვო. ბიჭი ბათუმში რო ცხოვრობ, თუბაში მარტო დათო ჭამდა ტიტანიკ აჭაროს. ბოლომდე თან ზედ ერთბოთ ტარხუნის ლიმონადსაც აყოლებდა. გასუზანის ლოვები გვაქვს. მაგარი. აჰა. ესეც ჩემი საფეხი გაგიზოლებ. აუცილებლად. გედი? და მოდი. გაშა. მოდი ცოტას გადახშა და სახში. მიდი. მიდი დავხარ. მოიცა. ხილად არ გაწევს, რაღაც არ დაემართოს. აი დადენა. აი მე ძალიან დავიღალე, ხეთნო ფეხზე ვეღარ დგავარ. მოდი გახმა. თამარ თუ დაიღალე, ფეხები თუ დაგეღალა, სკამის ფეხები წამოდი. მაგიდის ფეხები აჯრესეთ და მომისმინე ხა დროს მაგიდის ხო რა ვიცი სკამი და მაგიდა. გაგა. დროზე გასეთინა შენ ხო დედა ვერ გელაპარაკებოდი, მარტო არ ვიყავი. ეხლა გამოვედი. ხო, არ ეტევა მეთქი. არა, ძალიან კარგი ბიჭია დედა. ბათუმელია, მაგრამ რამოდენიმე წელია რაც იქიდან წამოვიდა. ხო, გისმენ. ეტევა, არ ეტევა. არა, ნელა არ გატეხო, ნელა. საინე. დათოზე ამბობს? არა, ასლანაბაშიძეზე, დათოზე ამბობს. კი, დედა, უკვე გადაწყვეტილია, ვთხოვდები. ვიცი, რომ მამა ბრაზობს. არა, სად უნდა მივიდეს, ვის უნდა დაველაპარაკო? კარგი რა დედა, რა. არანაირი დალაპარაკება, რა გინდათ დალაპარაკება? ძალიან კარგი ბიჭია. ხო. მე დაგელაპარაკება. ვა! რატომ ნახე ცოლი მოყავს? არა, ის ცოლი მოყავს, აბა ვინ? აი, კეთინო, რო ამიტყდი, რა დგინდა ეს კაბა რო ყიდულობ, ქორწილს უნდა ჩავწა, მოკლია და ვიყო. საიმე რა კარგია, მე რა ბედნიერება, აი მე ლაშიკო მე ბრწყვილა ზედა შავიწო რომ გავადათო დათუნაც ქორწილი. კარგი. შენი ფრიალე, შენ გაანახე ქეთემა და შევიდეთ ეხლა. ვიტანოთ რა. ნახე დათოს, რატო უქირავებია? ბინა? ისე ეს მაგიდა პირდაპირ დათოს ნახوار შევიტანოთ, ჰა? მაინც დაჭირდება ამ რამდენიმე დღეში და. აი მე კეთინო, აი დათოს მოხავს ცოლი, ვაი მე რა ბედნიერ. აი მე უკვე მე რამდენეთ მოყავს ცოლი, როგორ უცებ გარბის წლები. აი მე რა ბედნიერება. თავი გეხვეწები შენ გამომიცეხო და მე ხოიცი. გამოგართვებს ამას. თქვენ იცეკვეთ. აი მე კარგი რა მოგივიდა ბედნიერი.
სად არის ამდენ ხასკაც რატო არ იღებს ტელეფონს? მოხდით მენეჯერო. მოვიდი ხო რა ხდება ზაზა? რატო არეული? ცუდი ამბავი მაქვს თელი დღეა გირეკავთ. რა მოგხსნეს გამაგდეთ რატო რა დამაშავე? მე არ მოუხსნი ხართ. ამში ღამე გაგძარცვეს. არ მოუხსნი ვარ? არა. გამოდექი და მაყინე შემოდი. მე დადექი. რა წაიღეს? მისაღებიდან კომპიუტერი, ბუღალტერიდან ფული და დარბაზიდან გირები. უყურე შენ. პატრონს შეტყობინეთ? კი, იყვნენ მოსულები. ყველაფერი ნახეს. ყველა თანამშრომელი დაგკითხეს. და ვიზი აქვს ეჭვი? არ ვიცი, მაგრამ ერთი გამომძიებული იყო მოსული. გია. მელოდი ესეთი ხიბი. ხო, გამოხედავ და იცით რა თქვა? რა? იმ სიმძიმე გირებია წაღებული, რომ ქურდები შორს ვერ იქნებიან წასულებიო. შეიძლება ჯერ ეზოშიც არიან. იხუმრა რა? რა ხუმრობას მაგას ურჩენია რომ იპო ქურდები, თორე იმ გირებით ივარჯიშები, ხო ხიდა? რა კუთები მაქვს მე უკვე. კი, რა შედარება? ხო და ივარჯიშებენ და დაიყენებენ კუთებს და მე ვეღარ მოერება ის პოლიცია იმ ქურდებს. ხო, მართლა, თქვენი მისამართი გამომართვა და დღეს მოვა და დაკითხავთ თქვენს. მოვიდეს მე, რა პრობლემაა? შენ მითხარი ზარალი დიდია? არ ვიცი, ჯერ დაუთვლიათ ბოლომდე, მაგრამ სადაზღვევო ამბობს ყველაფერს დაფარავთო. სულ ყველაფერს, ხო? ხო, რაც მოპარული ყველაფერს ამანაზღაურებთო. რა დროს დავტოვე ჩემი 300 ლარიანი პოტასები აქ? არ დავტოვე? არ დავტოვე ხო 500 ლარიან საათ. არა და პოლიციამ თქვა რომ ამ საფრთხეზე და მით უმეტეს თქვენს კაბინეტში არ შემოსულანო. ვიხუმრე ზაზა ვიხუმრე. პატრონმა ხო იხუმრა, მეც ვიხუმრე. ისე ამ გირებზე ბევრი იციდეს. რატო რა? ერთი გვანახა ამით ვინ ვარჯიშობს. და იცინე შენს, მოგეწონა ხო ხუმრობა, ხო? ვინ ვარჯიშობს, ვინ ვარჯიშებს ამ გირებით? მეც მაინტერესებს ერთი ვინ ვარჯიშებს ამ გირებით, რა მალახა მეც ის ადამიანი. თავისუფლად ხარ შეგიძლია წახვიდე. რა მოგიშოვა? არ შეიძლება რა. ვინ ივარჯიშებს? ამით ვინ დაივარჯიშოს? რა არის? ნეტა ეს მაინც მოიპარათ რა. ესე იგი ჩემოგეღურა შენ არის ფიქრო რომ მე ახლა დეპრესიაში ვარ სამსახური რომ დავკარგე ან გავლოთდი მაგრამ მოდი მე და შენ კონიაკი დავლიოთ მაგარი კონიაკი მაგ ბარბაკაძემ მომიტანა აჰა მე და შენ ჰა არა ირაკლი მე არ შემიძლია თავს მატკივებს კონიაკი აი დათო რომ მოვა ერთად დალიეთ მე კიდე დათო მატკიებს თავს კარგი ხო თუ არ გინდა არც მე არ დავლევ აჰა ზახში ხარ ჩვენზე ირაკლი. ესეთი ამბავი თუ იყო. აბა. არ უნდა გეთქვა, ხა? მოიცაგეთ, მოდი დამენახია, დამენახე. მოდი, ბატონო, გეტყვი. რაც მილოცავ, კაცო, რა. ო, ვითომ არის, ნუ იტყვები. ნუ იტყვები. რა მილოცავ? რა ხდება რა? ვერ არიან ასეთი. მარიკაც რო აყვანახე. ეხა გაჭერდი თქვენ ორივე, გაჭერდი. ერთი წუთი ხალხო რა. რას მილოცავ, კაცო, არ იტყვით? ჰა? რა მოხდა რა? მოიცადე. ირაკლი ხლა არ თქვა რომ არიცი დათოს ცოლი რომ მოყავს, ჰა? რა? ხო, ვაიმე, აი, შეხედე დათო რა მაიმუნი ბიჭია ისე აკეთებს, ყველაფერს არავინ არის. აი მე ირაკლი დამისხი კონიაკი. მიდი დალი შენ დალი ბეღურა. ესე იგი, ადიდით. ცოლი მოყავს არა ეს. საიდან მოიტანეთ ახლა ცოლი რომ მოყავს რა? სიზმარში ნახეთ ხო? სიზმარში არა, სადარბაზოში ვნახეთ. შვენიერი კოხტა გოგოა, ჩემნაირი. ნახეთ, მარიკა.
დათოსგან გამოვიდა დათოს სახლიდან ტელეფონზე დედამისს ელაპარაკებოდა და უთხრა ვთხოვდებიო. სხვათა შორის შეიძლება ამ გოგოს მამა მოვიდეს აქ ოჯახში გასაცნობად. ხო. სამ ოჯახში გასა? აქ ჩვენთან. ჩემთან აქ უნდა მოვიდეს. ვინა ის გოგოს მამა? კი. დავიღუპე. და არა ვარ მზად კაცო რა გავაკეთო კაცო? რა უნდა გააკეთო დაგვისხი ჩვენც და რა უნდა აი ეხლა მივხვდი რატომ იქირავა დათომ ცალკე ბინა ეხლა კიდე რა აი მე გავედი მომიყურებს გვის გოჭევიჩი მოვიდა მე მგონი მოვიდა სერიოზულად და ისე დავხვდეთ რომ მიდი კარგი მაგე გამარჯობა დათო ალექსიძეს ვეძებ მომძანდით დათო ალექსიძე არ გახლავთ სახლში მაგრამ თქვენ შემომძანდით გავიცნოთ ერთმანეთს მე გამოვივლი როგორ გეკადრებათ მე სად გამოივლით ისეთ კარგ ამბავზე ხართ მოსული ამაზე კარგი ამბავი რა უნდა მოხდეს შემომძანდით გავიცნოთ ერთმანეთი ირაკლი ჩხეიძე დათო αλექსიძის დიახ ძალიან ახლო ნათესავი და მეგობარი ეს არის ლაშა ვახტანგი ვახტანგი დირექტორია მე დირექტორის სოლის დაბარკეთევანი ჩვენ ღონტები ვარ დიახ dabრძანდით თქვენი სახელი გვიაჩვენეთ გია სასიამოვნოა გია დიახ ბატონო ირაკლი მე ვარ ირაკლი მე ბატონო ირაკლი დიახ ბატონი დათო ბოლოს როდის ნახეთ ბატონი დათო ბოლოს ნახეთ ტრადიციულად დილას ხო იმის შემდეგ არ ვინახავს მაგრამ სულ ახლახან გავიგეს ამბავი და ძალიან გამიხარდა რა აი ძალიან გამიხარდა აბა რა როგორ არ გამიხარდა აბა ჰა აგერ ლაშა ეს და გამეთანხმება რომ როგორ არა გამიხარდა როგორ არ ლაშა ვარ მე კი და ბარტონ ირაკლის კი არა მარტო კი ყველას გამიხარდა მეც გამიხარდა აგერ ვახო ეს კი მე ვახო ყველას გამიხარდა საერთოდ რა თქმა უნდა მაგას ბატონო გია ხო ბატონო გია ჩვენ დღეს გავიგეთ ეს ამბავი. იცი დათო ცოტა უცნაური კაცია, არ გვეუბნება ხოლმე ყველაფერს და უთქმელი. ხო, თქვენ მაინც გითხარით ბატონო გია როდის მოხდა, როგორ მოხდა, რაღაც დეტალები, ჰა? გუშინ გვიან ღამით. ვაიმე. აი თუ არ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, ჩადგით რა, ჩადგით. ო ბატონო ირაკლი გისმენთ გენაცვალე? კი. ბატონი დათო ბათუმელია. დიახ, ბატონ დავითი დაიბადა ბათუმში. ბათუმში დაამთავრა სკოლა, ბათუმში დაამთავრა უმაღლესი და ხო, კიდე ის დაამთავრა, რა ქვია იმას, ხელვაჩაურის პროფტექნიკუმი, ხო. კი, თვით დურსუნ მაჭუტაძის ჯგუფში. ხო, დავითი. დიდი დურსუნის, დიახ. თვით. კი ბატონო. რა სიწერს ეს კაცი? ხო, მე შევამჩნიე, მარკა ეთყობა სკლეროზი აქვს. არ უნდა რომ შერწყდეს დათოსთან და ყველაფერს იწერს და ეს ინიშნა. არა თამრი, არა, მაგიტომ კი არა. ეხლა ესენი მინიმუმ 500 კაციან ქორწილს ხომ გადაიხდიან. ჯენი დადუნას ქორწილი უნდა ვიცეკოთ მე და შენ, ხო და ეხლა ეს იმიტომ იწერს რომ თამადისთვის სჭირდება რომ თქვა სადღეგრძელოებში თამადა. ეს და ბატონია, თქვენ წარმოშობით საიდან მზადებით? წარმოშობით ბუნიკეტიდან ვარ. ბუნიკეტი. ხა ბუნიკეტი ჩემთვის ხო იცით როგორი ბუნიკეტი. მიყვარს ეგ სოფელი, ძალიან ლამაზი სოფელია. კი, ჩადიხართ ხოლმე? კი, მშობლები ცხოვრობენ ჩხეიძის 3 ნომერში. ძალიან კარგი. აბა, აი. აუცილებლად. ჩიკა, მე ვწეროთ. აბა, მე მინდა ბატონ გიას მობრძანებას და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს. კარგ საქმეზეა ადამიანი მოსული, ამაზე კარგ საქმეზე რაზე უნდა მოვიდეს, ხო და გაუმარჯოს ამ სარკამ საქმეს და ბედნიერად. კაიხარე. ბატონო გია.
ძალიან გთხოვთ. მიირთვით რა, მიირთვით. მესმის ახლა თქვენთვის ცოტა ესეთი რთული საქმეა. კი, უთულესი. მაგრამ სულაც არ არის ძნელი, პირველად კი არა. ვა უკაცრავად ადრეც ყოფილ ხართ? სამწუხაროდ ხშირად მიწევს ხოლმე წელს 4 შემთხვევა იყო. ვაიმე ვა მაგრამ ისიც უნდა გითხრათ რომ წინა 3 შემთხვევაში შევეცადეთ და უკან დავაბრუნეთ. ეხლაც ასე მოხდება დამერწმუნეთ. ვაიმე როგორ მიკვირს შემი თავის რომ აქვი არ მისკდება გული და არ კვდები აქვი ახლავე ჩხეიძების ოჯახში. არ მინდა ხარ რეანიმაცია მე დააგდო. უყურე მას. მიხედე შეუმერესული. მე არ ვიცი ბატონოგია თქვენ 4ჯერ სადიყავით და 3ჯერ ვინ დააბრუნეთ. მაგრამ თუ ჩემმა დათომ გადაწყვიტა და ეს ნაბიჯი გადადგა, ესე იგი ასე იყო საჭირო და მე ჩემ დათოს არავის დავაჩაგვრინებ, ლაშა ესაგერ და ვახურა და დავეთანხმე. რას ლაპარაკობ ლაშა ვარ და დავაჩაგნებ კი არა შენ გვერდით ვართ ირაკლი ესეთი რაღაცა. ასე როგორ დავაბრუნეთ. სად დავაბრუნეთ? ვინ დავაბრუნეთ? მოიცადეთ თქვენ ამბობთ რომ დათოს გაკეთებულია და ეს ყველა მიცით? იცით რა აი თუ აპირებ და არ ვიცოდით. დღეს გავიგეთ, დღეს კი. ერთი წუთი. ეს გაატარე. უნდა დარეკოთ? გაატარე სამწვადეს ერეკავს ალბათ. ალო, მირიან ამოდი სასწრაფოდ. მეორე ჯგუფი გამოიძახე. ხო, მეორე ჯგუფი ხალხი მჭირდება. შეგროვდეს და ყველა მოვიდეს. ერთი კაცი არ დადოთ. შეგროვდე ჩავახჩობ ღვინოში. გაფიქრებინეთ რომ მე მომყავს სოლი. კიდე კაი მოხვედი. როდეს ყველას დაგვიჭერდა ის კაცი. სულ ყველას. ეხლა ვიქნებოდით ყველა? რამ გაფიქრებინათ რა რომ მე ცოლი არ გეტყოდით? და მე რა ვიცოდი, შემოვარდენ, შემოცვიდნენ ისინი რა ქვია, ცოლები და ქვისლები. ხო და გვითხრეს რომ დათოსო მოყავს ცოლიო სადარბაზოში ნახეთ ის გოგო. აბა მე რა დამესიზმრებოდა მართლა? ჰა? მე არ მოყავს ცოლი, ცოლი მოყავს ჯიბოს. ო და მე ვარ ჯიბოს მეჯონე. აჰა, შეღარ ჯიბოს მეჯონე. წარმომიდგენია, რა მაგარია შენ რო ქართულს დაუვლი რა. იმას პატარ ძალს რო გამოიცეკვებ რა. ვიდერთ, გავანიშნებ თუ კიდე. ეს გამოგაშტერა მუშევრობაში. ისე ირა, მაინც არაფერს არ აკეთებდა. წამოდი ჯიბოსთან ქორწილში. კაი, რა მინდა მე ჯიბოს ქორწილში კაცი. როგორ რა გინდა და გეტყვი რა გინდა და რა უნდა გიტო. აი ეს მაგიდა წამოიღე და დამკვრელად დაგსვა. ვერა ხარ შენ და დამკვრელად დამსვა. ძალიან კარგად ცვალი ხამე რა. კაი, ეთი ბათუმს ქათქათას დამიკარინა. მიდი. იალალა. სანამ მართლა ფსიხოში გადავიდა და ქშმუთე რაღაცა.